თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი საქართველოს მასშტაბით გასტროლს განაგრძობს. ამჯერად თეატრალურმა დასმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში სპექტაკლი დეჟავიუ ითამაშა. ტურნე ნოდარ დუმბაძისა და თეატრის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება. ხვალკი მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობები ზუგდიდელი და სენაკელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ზუგდიდის დადიანის სახელობის თეატრში სპექტაკლი კუკარაჩა საღამოს 8 საათზე გათამაშდება. სენაკის ხორავას სახელობის თეატრში კი წარმოდგენა დეჟავიუ 6 საათზე დაიწყება. არის ორ ადამიანზე, ორი ადამიანის სიყვარულზე, გზნობებზე, ორი მარტოსული ადამიანი, რომელიც ეძებს მეორეს, რომელმაც უნდა შეავსოს მათი სიცარიელე მარტოობა. არის სიტუაციური კომედია. მაყურებლისთვის და მსახიობისთვისაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. ანუ გულისხმობ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ ერთმანეთს შევხვდებით და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივ პროექტში, რომელსაც ჩვენი თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ახლა ახორციელებს კულტურის სამინისტროსთან ერთად. ეს მონაწილეობს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ იმის საშუალება, რომ გაიგო რა მოსწონს მაყურებელს, რა ხდება რეგიონებში, რა მოთხოვნები აქვს, როგორ რანაირად კომუნიკაცია როცა არის მაყურებელთან, მაგ წარმატებაც სადღაც იქვეა.